მოგესალმებით მეგობრებო, დღეს ჩვენ გავივლით რამდენიმე მიტოვებულ, მინატოვებ, განადგურებულ ადგილებში, რაზეც როგორც ჩვენ ინფორმაცია მოგვაწოდეს გრაკალის ძალიან სასიამოვნო მაცხოვრებლებმა ამ შენობებში არიან შეშლილები, შიზოიდები, ადამიანოზოიდები, მოჩვენებები და ბესო. წავიდეთ, გავიგოთ სად არის მამაჩემი და დაგირეკავენ თქვენ. ხო, საგვარდა გრაკალში ვარ, ვიღაც რეჟისორს გავყევი, ფრანგი ქართველია რაღაცა ციგებს. რაც მეწყერ ჩამოწოვილი აქვს და მეწყერს მოჩვენებამ ჩამოაწვინაო შიგა. დალია ზედა დაიჯვასეთ. იჟოგ გამისცა და ხა მაგას იჟოგის მოჩვენებას აბრალებს. ალბათ დღეს ვერ ჩამოვა. მე მანქანის ელაპარაკებოდა დაზარიო. ლიფტი დავაყენოთ. არავის ეგონა რომ დაურეკავდნენ. მაგრამ ყველას დაურეკეს. გისმენთ? დიახ. ალო. ბოლო სიტყვები იყო. აქ თქვენგან მარჯვნივ თუ გაიხედებით, დაინახავთ, რომ მეწყერის მოჩვენებამ დედაუტირა ამ სოფელს. ეს სოფელი, სიმართლე გითხრათ, ჯერ ქალაქი იყო, მაგრამ ახლა მხოლოდ და მხოლოდ სოფელია. მეწყერის მოჩვენების გამო. ხოლო ბილაინის მოჩვენება ახლაც კი ყველასთან რეკავს. სანდროს სულ რაღაც 20 წლის იყო, როცა კრედიტ ოფიცერის დემონმა დაურეკა. მას შემდეგ სანდროს არანაირი საკუთრება ჩვენ აღარ ვინახავს. ის კი ცოცხალია, მაგრამ ვაი ეგეთ სიცოცხლეს. კომისარიატის დემონმა ბევრი ახალგაზრდა იმსხვერპლა. ბევრს დაურეკეს, ბევრმა უპასუხა. სამაგიეროდ ამ სოფელს ყავს ერთი ძალიან კარგი ახალგაზრდა პაატა, რომელმაც არ უპასუხა კომისარიატის ზარს და მას ახლაც ეძებენ, მაგრამ მობილური გათიშული აქვს. უკვე წლებია კომისარიატის დემონი ამ სოფელს ატერორებს, მაგრამ ჩვენი ფონდის გამოყენებით არ უპასუხო ჯარს, უპასუხე ქალს. კომისარიატის ავსული ამ სოფელს უკვე დიდი ხანია ატერორებს, მაგრამ ჩვენი ფონდის გამოყენებით არ უპასუხო ჯარს, უპასუხე ქალს, ეს მალე შეიცვლება. მართალი სახის პიროვნება გულსწრაფი იქნება. იმისათვის, რომ ჩვენ ამ სოფელს დავეხმაროთ ჯანრი ოხაძის ავსულის მოშორებაში, ჩვენ მოვიყვანეთ მუსიკოსის სტუდიაში. სტუდიაში რა მინდორველზე. Can I put my ball in your jaw? Can I put my ball in your jaw? Can I put my ball in your jaw? Can I put my balls in your jaw? Can I put my balls in your jaw? Can I put my balls in your jaw? Can I just want? უღრმესი მადლობა ჩვენს მუსიკალურ მეგობარს ელ დარის. ჩვენ ამ სოფელს დავეხმარეთ და ახლა შეგვიძლია გადავინაცვლოთ კრაკალიდან სხვა სოფელში. უღრმესი მადლობა ჩვენს მაყურებელს და გამოყვევი.
ჩვენ გადავინაცვლეთ შემდეგ სოფელ სასირეთში, სადაც ადგილობრივ მაცხოვრებელ მონიტონტანას ინტერვიუ ჩამოვართვით. სასირეთზე მგონია, რომ ძალიან ბევრი ადამიანს ძალიან ცუდი დამოკიდებულება აქვს მისი სახელის გამო, რაც ფიქრობ, რომ არაადეკვატურია და ეს ადამიანებიც შესაბამისად არაადეკვატურებია. სირი თავის დროზე მე როგორც ვიცი, ძველ ქართულში ჩიც ნიშნავდა და ეს სოფელი, ну როგორც მე ვეძახი ქალაქი, ძალიან დიდი ხანია მოღვაწეობს და ძალიან დიდი ხანია მოდის. ამიტომ ის ადამიანები, მე თქვენ მოგიწოდებთ, ადამიანები, რომლებიც თვლით, რომ სასირეთი არ არის ჭკვიანი ხალხის ქალაქი და სირების ქალაქია ესე ვთქვათ. ჩიტების ქალაქია? მე 3 სკოლა მაქვს დამთავრებული. 4. არა, რაღაცას არის, პიპი, რაღაცას არის. 4 ჯერ დავამთავრე მე Tell me სკოლა. that I'm wrong. Tell me that I'm fucking wrong. მე-9 კლასში 3 ჯერ ვიყავ. ეს ბევრს ნიშნავს. თქვენ რამდენჯერ იყავით მე-9 კლასში? ერთხელ. 3 ჯერ გადავიმეორე მე მე-9 კლასის მასალა. დამიდგები თვინმე? ასეც ვიფიქრე. გეცალ. ჩვენი განაცემის სპონსორია ხიხო. 0 სახარით. აი, აუ. სლოგანი გითხარი. ხიხო. 0 სახარით. Can I put my balls in your jaw? 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 Can I